შუადღე მშვიდობის მეგობრებო, როგორ ახართ? შეშვებით, როგორ გიკითხოთ? მოკლედ. აი აქ მაქვს. ქონდა გამოვაცხო. ადას ბრძანებით. მოკლედ. სეთი. მოდი ეს შაქარი გამოვიყენოთ არც. ვუი, შაქარი მეგონა. ხერხილი ყოფილა. შაქარი მეგონა და გამიკვირდა როდინდელი შაქარია თქო. ასე პარკში რომ მქონდა. კარგი. მოკლედ მე ვიყავი მაღაზიაში გასული. მოვიტანე ლობიო, იმიტომ რომ ესენი. რა ხდება ეხა გამოვედი და всё, დაი დაგეწყოთ, ხო? ყველას ერთად. მოკლედ აი ამაზე ვდებ, აი ამას. და იმის მიხედვით დავაცხოთ. აი აქ ეს ფორმებიც მიდის. აფებთან ერთად. აუ შენია დავატირე და მოკლედ აი ასე. ჩავთავი, იმიტომ რომ გახურებული ღუმელი მინდა. ეს კიდე წამში იქნება. დიდი ხანი არ უნდა. ჩუმად. გოდერძი. რა ხდება? ეს მოკლედ ნახეთ ესეთი კუცკუნდულა ძალიან პატარა სოფლის კვერცხები მაქვს. მე მგონი ცვლად ახალი დედლები როდებენ ისეთი იმის კვერცხს გავს და აი აქედანაც დავამატებ. რა თქმა უნდა მინდა რომ ცოტა მსხვილი გამოვიდეს, ამას ყველას არ გავაკეთებ, აქ მაქვს 3 შვიდიცარი. აი ასე. აი ასე. მიქსერი გვინდა. ხმერთ, საცრავდე მიქსერი, ყოველთვის აკვდებდი. არა, აგეში. აი ასე. მე უბრალოდ ისე გამოვაცხობ, როგორც ბისკვიტს ვაცხობდი ხოლმე. მუხასაც ეგრე მოსწონს, ძალიან მომწონა. მაღაზიაში რომ ვიყავი, გამავიწყდა რომ ის მომეტანა, რა ქვია, მანდარინი, მინდოდა ცოტა მანდარინი დამებრინდებინა და ისე გამეკეთებინა, მაგრამ ეხა ვერაფრის დიდებით ვერ წავალ. ხედავ ადამ რო დაფარა აქ რა. გაიწიე გოგო.
დედიკო, თავს გაწევ? ნახე, იქეთ ვიდეო მაქვს ჩართული. ხო და მინდა რომ რაღაცა მალე ფინგაგია. ჩანდეს. მე ვერ ხედავ. მოდი ეს აქ იყოს სერიალა. მე ვერ ხედავ. სო. მე ვერ ხედავ. 4 კვერცხი მოვიტოვე. გავეცხავე, იმიტომ რომ ეხა იქ ნაჭიჭი ჩავყარე და Demekek gidecek. მარილი იკვი ლიმონი გვაქვს აგერ სან მინდა ლიმნის ცედრაც გავუკეთო, მაგრამ მოკლედ ესენი ყველა მუხამ გარეცხა გააშრო, მე ისევ შევინახეთ და სველდება თუ რა ხდება, ვერ გავიგე, ძალიან დარბილებულია. დედიკო, მაფიქრეთ ხო, ნახე იმდენად ის მაქვს ტვინი არ მიმუშავებს, რომ აღარ ვიცი, აი ასე მიიწია, აი ასე ნახე, აი ასე. არეთი? აგიწიო შარვალი, ტრაკი გიჩანს. მადლობა. არ უნდა მომეტანა შენთვის ჩუპაჩუპსი. ბუა ჩუპაჩუპსი. ო, ბუა ჩუპაჩუპსი. ბუა ეხა შენი პირია. ნახე. აბა რატო თუ მიხვდები? მე ჩავარდოს. მოიტუტყნე. მე ანტივის. მე ანტივის. უი. მე ნამაზიალედო. ეს ერთ ჩავყარე გულში. კი ნამაზის. მოკლედ, ერთი ჭიქა ჩავყარე უკვე შაქარი შეგაქვს. ესეც მეორე. აი ეგრე უფრო მეტადაც შეიძლება გააკეთოთ თუ მოისურვებთ, მაგრამ არც არის საჭირო, ეხლა ამას ავთქვებ. კარგად მინდა რომ ამოვიყვანო და მე მასას მოკლედ ეხლა გავუშვი ერთი წუთი ამაში დავამატებ ცოტა წვენს კურკა მოვაცალოთ აი ასე
დედიკო ხელი გაწიგთ ხო ერთი წუთი ის მერე ჩაუმატებ კიდე დედი ესე დამაცადე დედიკო აი მოკლედ გაჩვენებთ ხა თუ როგორი გამოვიდა აი ესეთი კაი სისქე აქვს მე დედიკო კოვზი გამომიტანე გაგი დედიკოზე ყოჩა დედა მომესწრო გოგო მომესწრო მადლობა დედი აი გოგო ხარ დედა მოკლედ ნიჩაბი უკეთესი იქნებოდა ეხლა მაგრამ და ვერ მიაგნებდა მაგას და ამიტომ აშენ ჭამე აი ეს ნუ თლიანად არ დატოვებს აქ არაფერს და შემიგა მიქსერი არ ჩამომიგდო ხმერთო კოზი არ ჩამიდო არ ჩადო გასწი ვაიმე ხოდა მაგამ ბავშვმა ეხლა ავთქვიფავთ ამას მერე ზეთს დავამატებ ლიმნის სერდზე მერე ფქვი ვანი ზეთი ჩავამატოთ სულ გვინდა ეხა ლიმნის ცედრა ოღონდ ამისგან არ გამოვა მოგეთ კაი წვენს ჩავამატებ ისე რა გავაკეთე გამოგვივა ლიმნის ფიქსი გამოვიდა ხომ მაქვს აი ამის წვენს საწური ხო და მაინც ამას რო ვიყენებ ხო ხედავთ აღარ გინდა ქვილი აგერ მაქვს ამაში ჩაგახედებ ვაიმე აბა გადიეხა კი მივაწუწე აქაურობას, მაგრამ არაუშავს. ეხლა ჩავამატო უნდა ამას ქვილი. რა თქმა უნდა. როგორ არ მესმის? მესმის შენი. აი ასე, ერთი. მიდი.
სენ მოურიოთ. აბაცემა. ეხლა იმიტომ დაიცა გოგო არა ადა არ უნდა იმას ძალიან ხშირი მორევა ეს ორი ვაიმე და ნახეთ ჩემთან ნახევარი ჩანს და თქვენთან რატომ ჩანს სრულებით საკმარისია ნახეთ კიდევ დავტოვე მეტი არ უნდა არ დამავიწყდეს ვანილი ნახე მეორეც მინდოდა და ის იქ დარჩა სუთ ადა I get so much heat to play. But I got so much heat to play. What the heck? ნაი ეს სისქე საკმარისია სრულებით ნახოთ რა გამოვა მერე ცედრა კაი იქნებოდა მაგრამ არ ძურება იმას ძალიან რბილია და რა გავაკეთო მოკლედ ცხელია ჩავასხათ ზეთი და კარგად გადავანაწილოთ კარგად ვისაც გინდათ კარაქს გააკეთებთ თქვენ სურვილზეა ამას ცხელია და ხელს რო ვერანაირად ვერ მოვკიდებ მაგიტომ მიწყობს მე ზეთი უფრო ხელს ამიტომ ეხლა ვაპირებ სხვანაირად თუ მოვახერხე ანუ სხვანაირად ჩირავს გულისხმობ ჩემი წვავს ზემოთ ძალიან მუქად და მინდა ფოლგათი დავფარო მაგრამ არ ვიცი ხო არ გავაფუჭებ არასდროს არ გამიკეთებია ამიტომ არ ვიცი მეშინია ხო ანუ არ გავაფუჭოთ ხო მოკლედ ეხლა ჩავასხათ ვერა სუბოლონდე შევასხათ Hey! ესე ნახეთ ხო გამოვიხედა აი ასე მინდა რომ დავაფარო გამომივიდა ბავშვი დედიკო და ნამაზია მამა იკიდა და ფერია გაუშვიდეთ ხო დედას გოგო აი ასე მინდა აბა ნახოთ ამას პირველად ვაკეთებ თუ გაფუჭდება ნახავთ თუ კარგად გამოცხება მაგასაც ნახავთ მოკლედ აი ასე დავდებ ხა ამ ტაფაზე აი ამაზე ვდებ აი ამას და ამითვე ვდგავ იქეთ სადავდო აი აგერ Let's go.
აი ასე ძვირფასები. დებ 200 გრადუსზე არც კი აი ეს მოკლედ დაველოდოთ შედეგს აბა რა გამოგვივა ასე პირველად გავაკეთე ანუ აიმით ფოლკა რო შემოვაფარე და იმედი არ გავაფუჭე თუ გავაფუჭე გავბრაზდებით ძალიან მაგრამ რამე ხო უნდა სადო ამიტომაც არ მიყვარს რომ ის ზემოთ ძალიან ყავისფრად იბრაწება მერე მე ეს არ მომწონს მამა მოვაცკაგი მე ორი ვანილიც დავამატე მე ორი ვანილი გავუკეთე აქ ესენი უნდა ამოვრეც ხო მოვაცკოთ მელე გვეჭი ვიდია მელე სკომედი ოთი გაკეთე მელე პიჩას პიცა ესეც უნდა გავწმინდო ქვილიანია სოლოლი ნახოთ ციფასებო რა გამოგვივა გვივა რა მე რა გამომივა ой ეს მინდა ნახე იმანაც რო დაიწყო ვაიმე აქედოს ადგილი ამ ფოთლოს ზექვემთ გაშრება და მერე მაცივარში შევინახავ Mom, can you make the white again? ეხა კარტოფილი უნდა გავხალო დავდე გამოსახარშად ცომი მოვზილო ამას ისო ინკარი მომხარშა მერე გავეცხავ ამ ყველაფერს მე სველითაც გადავწმენ ხო ციფასებო მე დამიწერეთ სილიკონის იყიდება კიდე არ დაგესრულებაო სილიკონი მაქვს ნაყიდი მაქვს რამდენი ხანია ოღონდ ყოველ ჯერზე მაქვს გასარიცხი და მეზარება ყოველი მოხმარების მერე ვრეცხავ ამიტომაც გადავწყვიტე რომ ეს დაისრება გადავწყვენ სუფთა იმას მაინც ზომის მიხედვით ხაჭაპური და რამეს გაკეთება რომ ჭირდება მაგ დროს გამოვიყენებ და ეგ არის წავედი ეხა მე ამათ ამოვრეცხავ ხო და მოვალ მერე ამოვრეცხავ და მოკლედ მოვჩი ამოვრეცხე
რამდენი წლის არის ეგ? 8 წლის. ორჯერ თუ სამჯერ გაფუჭდა და შემიკეთა ერთხელ მუხა, მეორედ მამამთილმა. როგორ მაინტერესებს რა სიზამს იმ ქაღალდით. რაღაც ჩხვლეტაც მახსოვს რომ უნდა, მაგრამ არ ვიცი ზუსტად, ამიტომ ის ორთქლზე უნდა და ის დაჩხვლეტა თუ რა არის, მოკლედ არ მახსოვს ზუსტად. ამიტომაც არ იმას ვქენი. მაინც რაც იქნება, ეს იქნება. ცუდი რომ გამოვიდეს, მუხრანი მაინც შეჭამს. ცუდი რა გამოცხება და ეხა რო ჩავარდეს ან რამე მე იცით თქვენ რომ არ ვუკეთებ სოდას არც გამაგრებელს და ნახეთ კიდევაც რა არ გამიკეთებია. ხო და იშვიათად აი არასოდეს არ ჩამოვარდნია ბისკვიტი. ყოველთვის ძალიან კარგი გამოდის და ნახოთ აბა ეხა აი იმ ქაღალდის გამო რაღაცა ეჭვებში ვარ. მაგრამ იმედია გამოვა. იმედია. ეხლა უნდა დავიწყო კარტოფილის მოხარშვა. მაინც მინდა ჩავთო. მაინც მინდა ჩავთო. მოვახეთ. არ ვიჭამია ეხლა არაფერი, პური უნდა გამოვაცხო. ჩემი ცომია მოფულდა. ხო და როგორ მიყვარს იცით? სველი ხელებით რო აცხობენ, პიშკებივით. ხო და აი ისე მინდა რომ გამოვაცხო. ფილიანი არ მიყვარს საერთოდ პურიც. თონის პურს რო ვყიდულობთ ხოლმე. ორ ადგილზე ვიცი მე აქ თონის პური და რომ მოგვაქვს ერთი ადგილი და ყოველთვის ზოგჯერ უმეტესწილად არის ფქვილიანი და მე მივატოვეთ ეხა მან ყიდვა და ყიდულობთ იქ სადაც არ არის ფქვილიანი. ძველი შაქარიც მქონდა დარჩენილი სადღაც 3 კილომდე, ხო, 3 პაჭკა მიდევს. ხო და მივუტანე ანიკოდეიდას ფული. ხო და ვერიდებოდა გუშინ. მაგიტო გაუში მუხა მოიტანე მეთქის ხელფასი აიღე და მოიტანე თქო რომ მივცე თქო და გუშინ რაღაც რო დამჭირდა კოდე გაუში მეაწავეთ. არ გვიტყვის არაფერს. მაგრამ მე მაინც აი რო ვეტყვი ადამიანს რიცხვს, ეხა ქალაქშიც ვარ გასასვლელი, დღეს ვერ მოვახერხებ, ხვალ პარასკევია მუხა რომ მოვა. გავიქცევი და მაგულიზე, ლიკას კლასელზე, ილისოზე
და მე ლიკასაც უნდა მივცე აქ შორნას ქონდა დაბადების დღე და საჩუქარი ვიყიდეთ. გოგო მას 3-4 გოგოები რო დავდიოდით ჩაშან ხო გახსოვთ ერთმანეთთან. ხო და ამიტომ შორნას ქონდა ეხა იანვარში დაბადების დღე. 18-ში. ამიტომ იმის ფულსაც მივცემ ლიკას და მე ის ბათუმელი კაცი დამრჩება. ბათუმელი კაცი დამრჩება. ისიც მოდისო სადღაც თებერვლის დასაწყისში. ხო და აი მისით გადავდე. ყოველთვის რაც არ უნდა იყოს, ყოველთვის ვასრულებ სიტყვას. ტყუჩები მაგ გამომშრალი და მისკდება. მიუხედავად იმისა, რომ სულ წყალს ვსვამ, კარგაბლომად ვსვამ წყალს, სადღაც 2 ლიტრამდე მაინც ვიღებ ჩემი აზრით. ესე რომ ყოველთვის აი ამ დოკს ვავსებდი, ხა მივინიშნავ. გავხეხავისებ ამ დოკს. და ახალ წყალს ჩავასხამ და მივინიშნავ ერთი, მაგრამ მე თბილდება ის და ამიტომ არ მიყვარს ესე თბილი წყალი. მაგრამ მაინც მივინიშნავ ერთი რამდენ წყალს ვსვამ, მაინტერესებს. საჭმელს რომ მივერთმევდი, გითხარით გუშინაც, რომ საერთოდ აი წყალს არ ვიღებდი. საერთოდ. ხო და არ ავჭამდა წყურია ძალიან. აი სულ წყურია. მოკლედ ესე წავედი ძირფასებო. შევუდგები ეხა იმას, თორე ესენიც მალე მომთხოვენ საჭმელს. ასე რომ მომხარშავ კარტოფილს. გამომზადებ პიურეს და მე ცომიც უნდა მოვზილო ყველაზე მეტად ეგმზარება. ნახე ეხა ჩემთვის მინდოდა პურის დაწყობა, მაგრამ ვერ მოვახერხებ ჯერჯერობით. არა უშავს წყალი. მე გამოვაც. სადღაც მე მგონი 3-ზე ჩავდე ხუმელში. ზუსტად არ მახსოვს და აზრი არ ვარ რა ხდება და რა სიტუაცია არის იქ, რომ ვერ ვხედავ ეგ ყველაზე უარესი. მაგრამ სადღაც 40 წუთის მერე არ ჩავარდება ბისკვიტი, რომც გამოვიღოთ და შევხედოთ. ამიტომ რა ვიცი ხალხო, არც ვიცი დროს არასოდეს არ ვინიშნავ, აი რომ ვუყურებ ხუმელს, იმის მიხედვით ხვდები ხოლმე და ეხა ყველაფერი რომ დავფარეთავ მალე. არ ვიცი რა როგორ იქნება. და ძალიან მენანება ეხა ეს თუ გამიფუჭდებათ ძალიან დამენანება სიმართლე გითხრათ. წავედი აბა ბედნიერი და მშვიდობიანი დღეს გისურვებთ ყველას.